ყველაფერი აბსტრაქციიდან იწყება. შესაბამისი ხასიათისა და განწყობის პოვნის შემდეგ რეალურ სამყაროს უბრუნდება. ბოლოს კი საკუთარ სამყაროში იკეტება. მის თითოეულ ნამუშევარს საკუთარი ისტორია აქვს. დახვეწილი ტექნიკა და ინდივიდუალური სტილი ამირან კუპრავას პერსონალური ხელწერაა. მისთვის მხატვრობა ერთდროულად აზარტიცაა და რისკიც. კომპოზიციებს ყველგან ეძებს და არც ექსპერიმენტებს ერიდება. რაღაცა სურათ რო სრულდებოდა, მაინტერესებდა მისი როგორც ჭადრაკის პრინციპი, გადაადგილება ამა თუ იმ ფორმის, თავის თუ სხეულის ნაწილების თუ მხოლოდ ფერის გადაადგილებით ღებულობდი საინტერესო მხატვრულ ფორმას. აბსტრაქტული, მითოლოგიური და რელიგიური თემატიკის ნამუშევრები მის შემოქმედებაში ბევრი მოიძებნება, თუმცა სახელოსნოში მხოლოდ რამდენიმე შემორჩა. ხანგრძლივი მუშაობის მიუხედავად არც ტექნიკა შეუცვლია და არც ბავშვური გულწრფელობა დაუკარგავს. საკუთარი ფერწერით ცდილობს ხილულად აქციოს ის, რაც ჯერ კიდევ უხილავია. შემოქმედებითმა ძიებამ საბოლოოდ მაინც იქ მიიყვანა, საიდანაც ხელოვნება დაიწყო. ესპანეთისა და საფრანგეთის გამოქვაბულებში ნანახმა კლდის მხატვრობამ ამირან კუპრავაზე დიდი გავლენა მოახდინა. თანამედროვე ელემენტები შეიტანა და პირველყოფილი ხელოვანებით შთაგონებულმა ნახატების სერია შექმნა. დამთვალიერებით დაინახავს თუ რაოდენ განსხვავებული არის ეს ფერწერული ტილოები იმ ტრადიციული ნამუშევრებისგან, რაც საქართველოში ასე ღრმად და ფესვიანად არის გამჯდარი. მე მინდა გითხრათ, რომ აქ არის აბსტრაქციული, გააბსტრაგირებული ფიგურები, აქ არის მითოლოგიური თემაზე გაკეთებული ნამუშევრები. ძალიან საინტერესო არის კედლის, გამოქვაბულის კედლის მხატვრობა, რომელიც მხატვარმა მთელი სერიოზულობით გადმოიტანა ტილოზე. მისტიკურმა აბსტრაქციამ საგამოფენო სივრცე უკვე დაიკავა. ინდივიდუალური და ეკლექტური მხატვრობის მოყვარულ საზოგადოებას ამირან კუპრავას ნამუშევრების ხილვა ერთი თვის განმავლობაში შეეძლება.